სიტყვით. მოგესალმებით, ინგა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემით დაიწყეთ საუბარი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნისათვის არის სწორედ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ის, რაც ეხლა საქართველოს გულში ხდება რეალურად. თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ტიპის საზღვრების გავლება საქართველოს ტერიტორიაზე და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ნამდვილად არის საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ის, რაც ხდება დღეს ამ ტერიტორიაზე, ეს არის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების ბრალი, რომლის უგუნურებამაც რუსული სამხედრო ბაზები დააბრუნა საქართველოში და de facto დაგვაკარგინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები, ვიდრე მანამ იყო ფაქტობრივად დაკარგული და ამავდროულად სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ეხლა ხდება, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის საკითხთან დაკავშირებით ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისა აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთა ამ მიმართულებით. ესეთ ოლიმპიური სიმშვიდით უყურებდა იმას, საქართველოს ტერიტორია ყოველდღიურად როგორ პატარავდებოდა და თან თავს იწონებდა ეგრეთ წოდებული სტრატეგიული სიმშვიდით და ამაზე ამ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს დავინახეთ სიტუაცია, ინგა, როდესაც აი ამ ხელისუფლების თვალის დახუჭვით, უუნარობით, ამ ხელისუფლების შიშით, რომ ელემენტარულად ნაბიჯი გადაედგა და დიალოგი დაეწყო, რომ არ დარქმეოდა, ესე ვთქვათ, პრორუსული ამის შიშით, ხელისუფლებამ პრაქტიკულად ქვეყნის ინტერესებს უღალატა და დღეს საქართველოს შუაგულში, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, სამწუხაროდ უფრო მეტი ბაზაა, ვიდრე რუსეთს ჰქონდა საქართველოში საბჭოთა კავშირის პერიოდში. რას საყვედურობთ თქვენ დღევანდელ ხელისუფლებას? ძალიან ესეთი მძიმე ბრალდებაა ეს, უღალატა ქვეყანას, უღალატა სახელმწიფოს, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას? უნდა ჩასულიყო პუტინთან მაინც და მაინც მოლაპარაკებაზე და ეს იქნებოდა ადეკვატური მათი მხრიდან? უღალატა რას ნიშნავს? ევროატლანტიკური კურსი ოფიციალურად დააფიქსირა ქართულმა ოცნებამ, ხო? თქვენ ამაზე აღარ მოვაცდენ ახლა მაყურებელს. ჩემზე კარგად იცით, რას ნიშნავს, როდესაც სახელისუფლებო გუნდი საგარეო ორიენტაციას აფიქსირებს ასე ხაზგასმით. რას ნიშნავს უღალატა? მოიცა, ერთი წამი, ინგა, მე მაინტერესებს, ახლა მაგაზე არ დავიწყებ კამაც, მაგრამ კარგი ბატონო, დავაფიქსირეთ ევროატლანტიკური კურსი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს არ უნდა ელაპარაკო? ევროატლანტიკური კურსის განმსაზღვრელები ვინც არიან? პრეზიდენტი ტრამპი რომ ელაპარაკა, ეხა 9 საათის მაგივრად 2 საათი და 20 წუთით, 2 საათი და 16 წუთი პუტინს მოცლილი იყო თუ როგორ არის ეხა ტრამპის საქმე, პრორუსული გახდა მართლა? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ხალხნო? აი, ინგა, მე ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ნამდვილად ჩემზე ნაკლებად არ გიყვარს ქვეყანა, მაგრამ ძალიან ვცდებით თქვენც და ყველა ის ადამიანიც, ვინც უარს ამბობთ და ვინც ახალისებთ იმას, რომ რუსეთთან დიალოგი არ შედგეს და გარწმუნებთ სამწუხაროდ მოვადრო და თითეული თქვენგანი აუცილებლად იგრძნობთ დანაშაულის გრძნობას, რომ ჩვენ ვერ გადავდგით ეს ნაბიჯები და რაღაცა, ესე ვთქვათ, კლიშეებიდან გამომდინარე დავკარგეთ უძვირფასესი დრო. 5 წლის წინ, ინგა, როდესაც მე და თქვენ ეთერში ვსაუბრობდით და როცა მე ვიყავი მოსკოვში ჩასული და ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს, განუზომლად უფრო მეტი შანსი იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. გაცილებით უფრო ნაკლები იყო ის ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც გუშინ წინ ჩვენ ვიხილეთ რუსთავი 2 სიუჟეტში და როგორ არის ახლა, ინგა, ეს ბაზები შენდებოდა და საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე არაფერი არ იცოდა? მაშინ რა ხელისუფლება არის საერთოდ? საერთოდ ხმა ამოუღია საქართველოს ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა ხო, მაგრამ ამ ჩასვლებს და მოლაპარაკებებს რა აზრი აქვს ხალბატონო ნინო? დღესაც იქ იმყოფებიან ქართველი პარლამენტარები და ზუსტად დღეს კიდევ ერთხელ გადმოწიეს, ხო, საზღვარი. ანუ ეს შედეგობრივად რას გვაძლევს? ხან ბომბებით გბომბავენ, ხან ბანერები. ხელისუფლება უნდა ელაპარაკოს ხელისუფლებას. ოპოზიცია შეიძლება ჩავიდეს, ეს არ არის ცუდი ჟესტი, ძალიან კარგია, რაც მეტი დიალოგი იქნება, მაგრამ ხელისუფლება უნდა ელაპარაკოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასეთ შემთხვევაში შედეგი იქნება. მე ერთ შეკითხვას დაგისვამთ, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ერთი წამი თეორიულად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ან ჩემი შვილი ვინმე მოიტაცოს. არ დაველაპარაკებით მომტაცებელს?
ინგა თქვენ მეტყვით რომ რა აზრი აქვს ადამიანს დაველაპარაკო რომელიც ადამიანს გაიტაცებსო? არ იტყვით ხო მართალია ამას ყველაფერს გააკეთებთ ბოლო რესურსს გამოიყენებთ იმისათვის რომ თქვენი შვილი უნებელი დაგიბრუნდეთ ასე შვილებივით არის დროიდან მოყოლებული შედეგი რა იყო უფრო და უფრო მე ტერიტორიას კარგავ უფრო და უფრო მეტი ბომბი გვაცვივა თავი ძალიან სერიოზული შედეგი იყო ჩემო კარგო შედეგი იყო ის რომ სანამ მოლაპარაკებები მიდიოდა ოფიციალური აღიარება არ იყო ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის შედეგი იყო იქ რომ იქ არ იყო სამხედრო ბაზები შედეგი იყო ის რომ არ ხდებოდა საზღვრის გადმოწევა ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევა როგორც ეხლა ხდება შედეგი იყო ის რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები სხვაგვარად ლაგდებოდა შედეგი იყო ის რომ ლავროვი არ ჩადიოდა არც ოსეთში, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, არც აფხაზეთში, შედეგი იყო ის, რომ იქ არ იყო გახსნილი მაშინ საელჩოები და კარი პრობლემების მოგვარების იყო ძალიან სერიოზულად ღიად დატოვებული, უბრალოდ ჩვენ ქართველებმა ჩვენი უგუნურებით, ჩვენი რაღაცა აბსოლუტური კლიშეებით არ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობები და ინგა მე გაგახსენებთ თქვენ რომ იყო პერიოდი, როდესაც აფხაზები იხვეწებოდნენ ფედერაციას და ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. მერე კონფედერაცია გაგვიხდა სანატრელი. მერე კონფედერაციას იხვეწებოდნენ, ამაზეც უარი ვთქვით. ეხლა კონფედერაციაა სანატრელი. სანატრელი არ გაგვიხდეს და ალბათ გაგვიხდება, ისე უგუნურად ვიქცევით, ის სიტუაცია, რაც დღეს აგვაქვს, იმიტომ რომ კიდევ უფრო გაუარესდება სიტუაცია, რუსეთმა ერთი რამე დაინახა, ინგა. რუსეთმა დაინახა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ფიქრობს, რომ ალბათ ხალხსაც, იმიტომ რომ ხალხმა დაუშვა ამ ხელისუფლების ხელმეორედ მოსვლა არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხალხს არ აინტერესებს აფხაზეთი და ოსეთი. რუსეთმა დაინახა, რომ ჩვენთვის მთავარია, რომ რაღაცა ესე ვთქვათ, კონსტიტუციაში თან ბუკიკიოც რო გაგიჟდა, არ მინახავს არც ერთ კონსტიტუციაში ჩაწერილი ნატოში წევრობაო. მთავარია დავაფიქსიროთ ილუზორული ნატოს წევრობა და არ გვაინტერესებს აი ამ ოფისიდან და თქვენი ესე ვთქვათ სტუდიიდან 30 კილომეტრში რა ხდება. და თუ არა როგორ არ გვაინტერესებს, რომ გვაინტერესებს, იმიტომაც საუბრობთ და დაველაპარაკოთ ინგა. როცა არ დაველაპარაკებით, თქვენი პოზიცია, ანუ თქვენ ამბობთ, რომ აუცილებელი არის საუბარი მათთან. ეს კიდევ ხომ არ გეგმავთ ჩასვლას იქ ალბათ ნინო და შემდეგ არჩევნების თაობაზე უნდა დაგისვათ კითხვა ეს